2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მთავრობის წევრებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 2008 წელს აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. საბრძოლო მოქმედებები 5 დღეს გაგრძელდა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომიდან 16 წლის შემდეგ რუსეთი ისევ არასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები. ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყედ გვახსოვს მდინარე უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა. და კიდევ ერთხელ რა ჩვენმა პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უყოლოდ არ ჩაივლის საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდა ჩვენს გმირებს. ყოველთვის უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ყველა იმ გმირს, ყველა იმ სამოქალაქო და სამხედრო პირს, რომელიც თავი შესწირა ამ ტრაგედიას. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის ფორმატში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გათვალისწინებით და ჩვენი საზოგადოების მონაწილეობით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ მშვიდობიან ფორმატში ჩვენი ქვეყნის დაოკუპაცია, ჩვენი საზოგადოების გაერთიანება. ომში წასვლამდე მაგან დაამთავრა აკადემია. შენზე წინ მეწავალ აფხაზეთშიო და იმიტომ შევიდა აკადემიაში. მე-4 ბრიგადაში მუშაობდა, 100 მეთაური იყო ბრავოს. 8 რიცხვში დაბომბვაში მოხდა და ცხინვალის ბიზადგომიდან მოკლეს. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე. აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება გახდა შესაძლებელი. მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. 4 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენი კი ოჯახის გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ძალიან მძიმე პროცესის შემსწრენი ვარ ჩვენ. მოგეხსენებათ 2300-ზე მეტი ოჯახი არის მოლოდინის რეჟიმშია. მინდა მადლობა გადაუხადო წითელ ჯვარს, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატს და ყველა იმ უწყებას, რომელიც აი ამ პროცესში არის ჩართული. ინტენსიურად გრძელდება საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების თანადგომის სახელმწიფო პროგრამა გულითადად ვუსამძიმრებ ოჯახებს და გამძლეობას უსურვებ ყველას, ვინც დღეს ხელმეორედ განიცდის ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის დროს საკუთარი ოჯახის წევრის დაღუპვის დადასტურებით გამოწვეულ ტკივილს. ძალიან მძიმე დღე გვაქვს დღეს, მაგრამ ამავე დროს სასიხარულო დღეა, იმიტომ რომ ადამიანის გზაკვალი საერთოდ არ ვიცოდით, მებრძოლი იყო და სოხუმის დაცემის დღემდე 27-მდე არ გამოსულა სოხუმიდან, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ქალაქი დაცემულიყო. მსახიობი იყო და მოგეხსენებათ ხელოვნების ადამიანებს კავშირი აქვთ ერთმანეთთან და აფხაზურ დასთანაც ესეთი კავშირი ჰქონდა თეატრთან და წარმოუდგენელი იყო მისთვის, რომ ესე გაიმეტებდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა. პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მათთვის მოქმედ საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში. ვებგვერდი შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ახალი გვერდის სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს განზომილება და უცვლელ პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამშვიდობო ინიციატივებით გახსნილი შესაძლებლობების გაფართოებითა და შესაბამისი მექანიზმების განვითარებით ჩვენი ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებაზე, რაც ადამიანზე და ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ დღემდე შეზღუდული აქვს წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ვფიქრობთ, ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედება შექმნის გამყოფი ღაზის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის საშუალებას ისეთი მომსახურების თუ სარგებელის მიღების მიზნით, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო სერვისების მიღებას და სხვა სფეროებს. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. შამბას დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა. სერგეი შამბა ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს იკავებდა. იყო ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი. ბოლო წლებში კი დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა. ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე გუდაუთის ადმინისტრაციის მეთაურად არ დაამტკიცეს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ეგრეთ წოდებულ სამთავრობო ცვლილებებზე კომენტარის თხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ვახტანგ ყოლბაიას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ონლაინ საუბარი ჰქონდა შამბასთან. როგორც ყოლბაია აღნიშნავს, შამბა ის კანდიდატურაა, რომელიც ერთნაირად მისაღები ფიგურაა როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთისთვისაც. ქართველი ექსპერტების აზრით, შამბა ოკუპირებულ აფხაზეთში შედარებით მისაღები კანდიდატურა იყო, რადგან იგი სხვა აფხაზი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით ქართულ-აფხაზური დიალოგის მომხრედაც მოიაზრება. თავის დროზე, როცა ის ომის შემდგომ იყო ამ თანამდებობაზე, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა გაეროს მეგობარ ქვეყნებთან, რომელიც იყვნენ ჩართული კონფლიქტის მოგვარების პროცესში და ის სარგებლობდა საკმაოდ დიდი ნდობით დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. რა თქმა უნდა, ის ნაბის არ დგამდა რუსეთის თქვათ ასე პოლიტიკური მიმართულების თქვათ მიღმა თუ გარეთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის ახერხებდა რაც ჰარმონიულად თანამშრომლობას ყველა მხარესთან. ეხლა ამ ეტაპზე გამწვევებული სიტუაცია, როცა არის ზოგადად რეგიონში და რა მარტო რეგიონში, მისი მოსვლა ამ თანამდებობაზე შეიძლება რაღაცას ვთქვათ ნიშნავდეს. თუმცა მე არ ამგონია, რომ რაღაცა კარდინალურად და უცბად შეიცვლება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში ის რა თქმა უნდა მომხრეა ეკონომიური ურთიერთობის სათვის რაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმისა სოხუმის მხრიდან, რომელსაც სოხუმის საზოგადოება არ უყურებს მაინც და მაინც კარგად და ამისათვის ის გააკრიტიკეს ის ჩემთან საუბრის მერე თუ გახსოვთ. ამასთან ერთად მოდით ვიყოთ გულახდილი, ეს მისი ურთიერთობა თბილისთან ეკონომიური ურთიერთობის თვალსაზრისით არასდროს არ ნიშნავდა მის ლექსიკაში, რომ ის რაღაცნაირად უარყოფს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, უარს იტყვის ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტზე აფხაზეთისა და აფხაზეთის, თქვათ,
უარის თქმა საქართველოს წიაღში დაბრუნებისათვის. აქამდე ის იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. უშიშროების საბჭო ზოგადად არის თითქმის ყველგან შეიძლება ითქვას ორგანო, რომელიც დამოკიდებულია როგორც წესი თავისი უფროსის პოლიტიკურ წონაზე, ანუ სუსტი უწყებაა ყველგან, მათ შორის ხადია მithumetes აფხაზეთისნაირ წარმონაქმნში და საგარეო მინისტრობაც ხადია გაცილებით სერიოზულია, მათ შორის იგივე ისეთი გამიმეორებ აფხაზეთისნაირ წარმონაქმნში. ასე რომ ცხადია მას მეტი გავლენა ექნება გაცილებით ახლა აქ მინისტრის პოსტზე. ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა აღარ იგეგმება. როგორც ახალდანიშნული დე-ფაქტო მინისტრი სერგეი შამბარიანოვოსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალგეგმიური ეგრეთ წოდებული სახელმწიფოთა შორისი თანამშრომლობა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხოების სფერო. თუმცა ამის მიუხედავადაც საზღვაო ბაზის გახსნა დღის წესრიგში არ დგას. საპირისპიროს ამტკიცებდა სულ რამდენიმე დღის წინ დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბჟანია ამბობდა, რომ ოჩამჩირის ყურეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტის გახსნისთვის საჭირო შეთანხმებაც კი უკვე გაფორმებული იყო. აღნიშნულ თემაზე აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა გენერალმა გია შერვაშიძემ ისაუბრა. შერვაშიძე ადასტურებს, რომ ოჩამჩირის პორტი რუსეთს სამხედრო თავდაცვითი დანიშნულებისთვის სჭირდება. დე-ფაქტო ლიდერების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს კი ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კრიზისით ხსნის. ოჩამჩირის პორტი სხვა შორის საბჭოთა კავშირის დროსაც გამოიყენებოდა სამხედრო გემებისათვის, მაგრამ ის დატვირთვა სულ სხვა დატვირთვა იყო. ეხლა როცა რუსეთი პრაქტიკულად ომსაწარმოებს შავი ზღვისპირა ქვეყანასთან, უკრაინასთან და ძალიან ბევრი და განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნები ეხმარებიან მას, რა თქმა უნდა, რუსეთი მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ გააძლიეროს, მით უმეტეს იცის, რომ დასავლეთის ინტერესი შავი ზღვის მიმართ, შავი ზღვის აკვატორიის კონტროლის მიმართ და ამიტომ გასაკვირად მე არ მიმაჩნია, რატო ამბობენ ახლა სხვადასხვა აზრს ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მე მაგას ვერ გეტყვით ვერაფერს. ალბათ იქნება თავდაცვითი დანიშნულების ნატოს წევრი ქვეყნებისგან რუსეთის. შავმა არქეოლოგებმა ოჩამჩირის რაიონში მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა სპუტნიკ აფხაზია იუწყება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, არქეოლოგ გალინა ტრებელოვას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება შეძლეს მძარცველებმა. ფაქტი კი ასეთია: გადათხრილია მთელი კულტურული ფენა, რის გამოც არქეოლოგებს გაძარცვულ და გადათხრილ პლატოზე მოუწიათ მუშაობა. აფხაზი მეცნიერების თქმით, მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს აღმოეჩინათ ჩვენს ერამდე 3000 წლეულით დათარიღებული სინოპის ფილები, რკინის სამფეხი, ძვლები და კერამიკა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სარიტუალო ადგილია, სადაც თაყვანს სცემდნენ მჭედლებს. ოკუპირებული აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, რუსი და აფხაზი მეცნიერები ასევე აპირებენ კოდორის ხეობასა და აფხაზეთის მთებში არსებული ტაძრების აღრიცხვას. ქართველი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ მერკულა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და ამ პირობებში იქ წარმოებული გათხრები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა შავ არქეოლოგიად, რადგან საქართველოს იურისდიქცია დროებით ვერ აკონტროლებს კვლევისა და შემდგომ მოძიებული არტეფაქტების აღწერის პროცესს. მერკულა არის როგორც ესე იგი ძველი წელთაღრიცხვით და უშუალოდ მესამე, მეორე, პირველი 1000 წლეულის ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი და წარმართული ეპოქის ძეგლი. ასევე მერკულა არის ქრისტიანული ეპოქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი. შავი არქეოლოგიის იქ გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ სიძველეთ მოყვარულები, რომლებიც არაკანონიერი გზით ცდილობენ მოიპოვონ, ესე იგი, ამ ტიპის მასალები და არტეფაქტები, მით უმეტეს ძველი წელთაღრიცხვის მესამე და მეორე 1000 წლეულის არტეფაქტები და ბრინჯაოს ეპოქის არტეფაქტები, მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში არ არის კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც ამას მოაწესრიგებს და დაალაგებდა. გარდა ამისა, მე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ყველა ეპოქის არქეოლოგიას და ზოგადად ყველა ეპოქის არტეფაქტების შესწავლას აუცილებლად სჭირდება თავისი სპეციალისტი და ამისი რესურსი აფხაზეთში ნაკლებად მეგულება, ამიტომ საჭირო არის, რომ იქ ქართველი არქეოლოგები, ქართველი ხელოვნებაცოდნეები და ქართველი სპეციალისტები იყვნენ დაშვებული, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს კულტურულ-ისტორიული სივრცე.
სადაც იქმნებოდა ეს არტეფაქტები და შესაბამისად საქართველოს აქვს გამოცდილება, ისტორიული გამოცდილება. ის რაც ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აქვს მნიშვნელობა. ეს აფხაზეთი იქნება თუ შიდა ქართლი არქეოლოგიასთან დაკავშირებით. იქნება ეს ოფიციალური არქეოლოგების ოფიციალური ასე ვთქვათ ბჭყალებში ინსტიტუციების მიერ მართული პროცესი თუ ვიღაც მოქალაქის მიერ თვითნებურად გათხრილი ეს ჩვენთვის არის შავი არქეოლოგი. არა აქვს ამას მნიშვნელობა აი ამ პროცესს უკან ვთქვათ ასე ვთქვათ ტიტულოვანი მეცნიერი დგას თუ ვიღაც რიგითი ობივატელი. საქართველოსთვის ეს არის შავი არქეოლოგია, რადგან პროცესი მიმდინარეობს ჩვენი ხელისუფლების კონტროლს მიღმა. და შესაბამისად ხდება ჩვეულებრივი კრიმინალი. ჩვენი არქეოლოგიური მასალის დაზიანება, განიავება, განადგურება, რაც ძალიან დიდ წარმოუდგენელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიას. ასეთი პროცესები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთში 1994 წლიდან დაწყებული დღევანდლამდე, როგორც ეს მერკულას ფაქტია, საინფორმაციო ნიუში მითითებული იყო, რომ ეს არის სავარაუდოდ უნდა იყოს მჭედლობასთან, მჭედელთან დაკავშირებული ადგილი. დიახ, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ აქ აფხაზებისთვის ეს ვინაიდან აფხაზის მიერ შედგენილი ეს ინფორმაცია და მჭედელზე მითითება, აქ მათ უნდათ ხაზი გაუსვან იმას, რომ აი ამ ტერიტორიაზე აფხაზები ცხოვრობდნენ, რადგან აფხაზურ წარმართულ ღვთაებაში მჭედლობის ღმერთი ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაება და შესაბამისად ინფორმაციის შემდგენელმა აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მესიჯი გაუშვა ანტიქართული, რომ აი აქ აფხაზები ცხოვრობდნენ, ახლა მჭედლობასთან დაკავშირებული, მაგრამ გვინდა ვთქვათ, რომ მჭედლობასთან დაკავშირებული კულტი არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აფხაზებისთვის. ის დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ჩვენ ვიცით, რომ იმ ტერიტორიაზე, ზუსტად ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში, რომელზეც როგორც ფიქრობენ ჩვენი აფხაზი კოლეგები, რომ ეს მასალა სწორედ ამ პერიოდში უნდა თარიღდებოდეს, სწორედ ქართველები ცხოვრობენ.